დასკვნითი სიტყვების ეტაპია სინდისის 8 პატიმრის საქმეზე ოცნების სასამართლო ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს განაჩენს 1 სექტემბერს გამოუტანს. ამ საქმეს დაზარალებულები ოფიციალურად ყავს, თუმცა ოცნების პროკურატურამ მრავალთვიანი განხილვების დროს ვერავინ მიიყვანა, ვინც რომელიმე დაკავებულს დაადებდა ხელს. რაზე აკეთებენ აქცენტს საკუთარ სიტყვაში ადვოკატები ქეთი ნადიბაიძე ესწრება პროცესს, რომელიც დეტალებით აგრძელებს ფორმულას ეთერში საუბარს. Am 8 ბრალდებულიდან პირველი, რომლის ადვოკატმაც დასკვნითი სიტყვების ეტაპი გახსნა და დღეს სასამართლოს მიმართა დასკვნითი სიტყვის არის ინსაფ ალიევის ადვოკატი. მან ყურადღება გაამახვილა და შემაჯამებლად ილაპარაკა უკვე ამ საქმის იმ გარემოების შესახებ, რომელზეც 8 თვეზე მეტია სასამართლოს სხდომებზე ისიც და მისი სხვა კოლეგებიც აპელირებენ, რომ არც ერთი მოწმე პოლიციელი, რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი, ხელს ვერ ადებს ვერც ერთ ბრალდებულს, როგორც ინსაფ ალიევს, ასევე სხვა ბრალდებულების შემთხვევაშიც არის იგივე მდგომარეობა, რაც შეეხება ვიდეო მტკიცებულებებს, ამაზეც ხაზი გაუსვა ინსაფ ალიევის ადვოკატმა, რომ საქმეში არის წარმოდგენილი ასევე ისეთი ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ვერც ერთი ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული პოლიციელის დაზიანების ფაქტს ვერ ასახავს, რომ ის ვიდეო მტკიცებულებები არის დამონტაჟებული და მანიპულაციურად წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, მან დღეს სასამართლოს შეახსენა, რომ როდესაც საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, არსებობს ეჭვები, რომელსაც ვერ აკარწყლებს პროკურატურა, ამ შემთხვევაში საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულის სასარგებლოდ. არც ერთ მოწმეს არ მიუწია ჩვენება, რომ რომელიმე მნახა ინსაფ ალიევის ჯგუფური ძალადობის პროცესში. არც ერთ მოწმეს არ მიუწია ჩვენება, რომ ის თუნდაც იმყოფებოდა მოვლენების ეპიცენტრში და რაიმე გავლენა ჰქონდა მის მიმდინარეობაზე. არავის დაუნახავს ის არათუ რაიმე ქონების დაზიანების ან ვინმე ჯანმრთელობის დაზიანების პროცესში მისი ყოფნასაც კი ვერ ადასტურებს ვერც ერთი მოწმე. ინსაფ ალიევის ეპიზოდზე საქმეში წარმოდგენილია 2 ვიდეო მტკიცებულება. ისინი დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს განვითარებულ პროცესს. ვიდეოში არ იკვეთება ინსაფ ალიევის კომუნიკაცია ვინმესთან, დავალებების მიღება ან შესრულება, ვინმესთან კოორდინირებული მოქმედება. ეს ვიდეოები დაცვის მხარის პოზიციებს ადასტურებს, ვიდრე ბრალდების მხარის. ინსაფ ალიევის ადვოკატის გარდა დასკვნითი სიტყვით დღეს სასამართლოს უნდა მიმართონ ასევე ვეფხია კასტრაძის, თორნიკე გოშაძის, ირაკლი მიმინოშვილის ინტერესების დამცველებმა. ახლა უკვე შეგახსენებთ, რომ არის დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვების ეტაპი, ადვოკატების შემდეგ უკვე ჯერი იქნება თავად ბრალდებულებზე და მთელი ეს პროცესი უნდა მოესწროს 1 სექტემბრამდე, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილი აქვს, რომ 1 სექტემბერს უკვე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.